ჰერმან ვედეკინდი, ცნობილი რეჟისორი, მომღერალი, მსახიობი, საბიკენის თეატრის გენერალური დირექტორი. ბედნიერების მოსაპოვებლად სიყვარულით საკმარისია წერს ჰერმან ვედეკინდის მეგობარი, ბატონი მორის ფოცხიშვილი. 10 წელზე მეტია ასეთმა მეგობრობის ბედნიერებამ დააკავშირა ვედეკინდი საქართველოს. საქართველო ჩემი სულის ნაწილია, ხშირად იტყვის ხოლმე ბატონი ჰერმანი. ბატონი ჰერმანის მეგობრები მისი ცხოვრების ერთ ქართულ ეპიზოდს იგონებენ. 1990 წელს მძიმე ავადმყოფი ვედეკინდი საგანგებო გადაწყვეტილებით ჩამოვიდა საქართველოში. მეგობრებს თხოვა, ჩემს ნეშს გარდაცვალების შემდეგ დიდუბის პანთეონში არტურ ლაისტის გვერდით მიუჩინეთ ადგილიო. თვითმფრინავის ტრაპზე გერმანელი გამცილებლები მოყვებოდნენ. აეროპორტში უამრავი ქართველი მეგობარი დახვდა. მართლაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს მეგობრობას, რომელიც ადამიანს რაღაც გრძნეული ძალით გადაარჩენს ხოლმე. რამდენიმე დღეში ბატონმა ჰერმანმა ყავარჯნები გვერდზე გადადო. მეგობრები, რომლებმაც თბილისში ჩამოაცილეს, გერმანიაში გაისტუმრა. თავად კი კარგა ხნის შემდეგ გამოჯამრთელებული დაბრუნდა შინ. ბატონმა ჰერმანმა არა მარტო გერმანული საზოგადოება დაუახლოვა საქართველოს, მან ბევრი ქართველი დაამეგობრა. წელს 25-ით ჩამოვიდა საქართველოში. 80 წლის იუბილე გადამიხადეს მეგობარმა ქართველებმა. 25-ით საკრალური რიცხვია. ალბათ ამასაც აღნიშნავენ ჩემი მეგობრებიო, ოხუნჯობს ბატონი ჰერმანი. ისევ ბატონ მორისის სიტყვებს მოვიშველიებთ. ჰერმანს ქართული სული შთაბერა ღმერთმა და გერმანულად აალაპარაკაო. ეს ბატონ ჰერმან ვედეკინდის სახლია გერმანიაში. მან სტუმრებისათვის და განსაკუთრებით ქართველებისათვის კულტურის ბეღელი, კულტურის ცენტრი შექმნა. აქვე ქართული კულტურის მუზეუმი მოაწყო. თავი მოუყარა წლების მანძილზე საჩუქრად მიღებულ თუ შეძენილ ქართული ყოფის ამსახველ ნივთებს. ბატონი ჰერმანის აზრით, ქართველებს შოთა რუსთაველის სიბრძნე, რასაც გასცემ არ დავიწყებიათ. მე თუ არ შემოუნახე ქართველებს სიმდიდრე, ვიცი მათი ხასიათი, რაც აქვთ ყველაფერს გააჩუქებენო, ამბობს ბატონი ჰერმანი. წელიწადი ისე არ გავა, ქართველი მეგობრები არ მოიწვიოს სტუმრად. დაბადების 80 წლის იუბილეც ხომ თავის სახლში აღნიშნა, ქართულ და გერმანელ მეგობრებთან ერთად. ბატონ მორის სიყვარულში გაუტყდა ჰერმან ვედეკინდი. ბატონი მორისიც არ დარჩა ვალში. ლექსი უძღვნა იუბილარს. მე ღმერთმა უფლება მომცა Der Gott hat mir erlaubt, ქართულად მოგიალესოთ dich georgisch zu liebkosen ქართული ლექსი გიძღვნათ und ein georgisches Gedicht dir zu widmen მთელი ქართველი ხალხის სახელით im Namen des georgischen ქართველი Volkes, პოეტების სახელით im Namen der georgischen Dichter, რომლებსაც ძალიან უყვარხართ die dich sehr lieben და მიაჩნიხართ ერთ დიდ მისიონერად und sie halten dich für einen großen Siketisa, Missionar der Vielfalt, სიყვარულისა der Liebe, სათნოებისა der მე-20 საუკუნეში ამ ცოდვილ დედამიწაზე im Jahr 20. Jahrhundert, die so voll von Sünden und alles. Wer ist Iranis? მე იმენაზე გესალმებით რომელიც უკვე der Sprache, შესანიშნავად ესვით გერმანიაში თქვენი წყალობით die also doch Tanzschienen in Deutschland auch etwas erzählt. პოეზიას თარგმნა არ სჭირდება Die Poesie braucht nicht die Übersetzung.
მე ახლა დაგიმტკიცებთ ამას და ჩემი მრევლი და ხალხი დაამტკიცებს ამას. ჰერმან ვედეკინს მე თუნც ბალღივით ვხელავ ლექსიურ წმენისა ბედად იჭვებს არიდებს ქართულ თეატრში ნეტარს და აფრთხინებულს ხედავ სამთელ საქმევლით ჰერმან რავალჟამია ძმაც თუ გიწუნა ჰერმან მოგეცალ ხენა ჩემი ქართველი ხალხი გულში ჩაგიფრენს არის იდეა ჰერმან ძმა ძმის ხიდია ჰერმან საზე ღმერთია ჰერმან რავალ ჟამიერ უერთმანეთოდ ვერ ვარ ერთმანეთისთვის მენლად სისხლსაც გავიღებ შენი სიცოცხლე ჰერმან და ღეგრძელობა ჰერმან და გამარჯვება ჰერმან რავალ აქვე ჰერმან ვედეკინდმა მიიღო ბავშვთა რესპუბლიკური სასახლის გერმანულენოვანი დრამატული თეატრი ქაბოტონ ქეთინო მებუნიას ხელმძღვანელობით. თეატრში იდგმება გერმანული კლასიკა თუ თანამედროვე ნაწარმოებები, რომლებსაც დიდი მოწონება ხვდა გერმანიაში, ვისი აღნიშვნაც არ გამორჩენია გერმანულ პრესასა და ტელევიზიას. თავად ბატონი ჰერმანის სიხარულს ვერ ფარავს. მეც უნდა შევქმნა ქართულენოვანი თეატრი, ქართული ლექსებიც უნდა ვასწავლო გერმანელ ბავშვებსო. ცნობილია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხს ევროპელები ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ. მათ შორის ქართველებს კავკასიელ რუსებს ეძახდნენ. გერმანელებში ძნელი გახდა ქართული კულტურის უცოდინრობის აღმოფხვრა. საქართველოს მეგობარ ზაარლანდელებს ერთგვარი შრომა დასჭირდათ მრავალწლოვანი არასწორი დრილის შემდეგ გაეგებინებინათ უცხოელებისთვის, რომ ძველი კოლხებისა და იბერიის შთამომავალი არ გადაშენებულა. ისინი რუსად კი არა ქართველებად იწოდებიან. ეს გერმანული გაზეთი, რომელიც ქართული დრამატული თეატრის ბავშვების ჩამოსვლის შესახებ ამცნობს საზოგადოებას, იუწყება. რუსები ქართველები ჩამოვიდნენ. რუსები შეამჩნევთ ალბათ გადაშლილია. ქართულ კულტურაში შეყვარებულმა მეგობრებმა ამგვარი მოხერხებით ამცნეს გერმანელებს დაიმახსოვრეთ, ქართველები რუსები არ არიანო. ქართული კულტურის წარმოჩენა გერმანიაში ბატონ ჰერმანის დამსახურებაა. მისი თაოსნობით დრამატულსა და საოპერო თეატრებში დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის დაისი, აბესალომ და ეთერი, ოთარ თაქთაქიშვილის მინდია, დავით კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, ლევას ებრალიძის თანამედროვე ტრაგედია. თბილისში ჰერმან ვედეკინდმა დადგა ვაგნერის ლოინგრინი, ფრინავი ჰოლანდიელი, მოცარტის ჯადოსნური ფლეიტა და სხვა. კიდევ ბევრ რამეს პირდება მეგობარ ქართველებს ჰერმან ვედეკინდის შემოქმედებით სფეროში. ბევრი ერთგული მეგობარი ყავს ბატონ ჰერმან ვედეკინდს საქართველოში. ჰერმან ვედეკინდი იგონებს. ზარბიკენის საავადმყოფოში ვიწექი. ჩემსანახავად თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა მორის ბოცხიშვილი. საავადმყოფოში მინახულა. ერთმანეთს მოვესიყვარულეთ. შემდეგ კი ხეიბრის ეტლით ეკლესიაში წამიყვანეს, რომელიც იქვე საავადმყოფოსთან იყო. ორივე პირჯვარი გადავიწერეთ, ვილოცეთ და ვიმღერეთ. უკან დავბრუნდით. ჩემსაწოლ ოთახში და უცებ მორისის მომნუსხველი საოცრად თბილი ხმა ჩამესმა. მოდი ჰერმან, მოდი, წამოდექი. გადააგდე ყავარჯნები. შენ ჩვენ გვჭირდებიო. სიცოცხლე მაჩუკა. რაღაც გრძნეული ძალით გადამარჩინა. იქნებ არც დამიჯეროთ, მაგრამ ეს ნეიტრალური დატვირთვის სიტყვა, მოდი, რაღაც საკრალურ სიტყვად იქცა ჩემთვის. საოცარი გრძნეული ძალა ვიგრძენი. წამოდექი და გავიარე. გვიანობს ვედეკინდი. თავად მეც გავხდი შარშან ზაფხულს გერმანიაში ყოფნის დროს ბატონ მორისისადმი გერმანელი მეგობრების დიდი სიყვარულის მოწმე. ერთი გერმანელი მეგობრის მეშვეობით წვეულებაზე მოვხდი.
სტუმრებთან წარმადგინა ქართველიაო. სათქმელი დამთავრებული არ ქონდა ჩემს მეგობარს, რომ სუფრის წევრებს ერთი გერმანელი გამოიღო. სიხარულს ვერ მალავდა, მორის ხომარი ცნობ, მორის ბოცხიშვილსო. ამის შემდეგ მთელი საღამო ქართველებზე ლაპარაკობდა და ბოლოს საკმაოდ ვრცელი ნაწყვეტიც წაუკითხა სუფრის წევრებს თავისი წიგნიდან, რომელიც, როგორც თავად თქვა, ბატონი მორისის სიყვარულს და საქართველოს შთაბეჭდილებებს მიუძღვნა. როგორც შემდგომ გავიგე, იგი მწერალი ლუდვიგ ჰარიგი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მოკითხვის ბარათთან ერთად ქსეროგზე გადაღებული ნაწყვეტის სამახსოვროდ გამომიგზავნა. მოკითხვაც დამაბარა ბატონ მორისთან, რომლის გადაცემა სამწუხაროდ დამაგვიანდა. ამჟამად ბატონ მორისის ოჯახში ვართ, სადაც ბატონ ჰერმან ვედეკინდის სტუმრად იმყოფება. სამწუხაროდ ბატონი მორისის ოჯახი მის გარეშე მასპინძლობს ბატონ ჰერმანს. ჩვენი საუბარიც ჰერმან ვედეკინთან ბატონი მორისის გახსენებით დაიწყო. ის ჩემთვის დღესაც ცოცხალია. მორისი ჩემთან ამ ოთახშია, ამ წიგნებთან, სურათებთან, ნახატებთან. აქ ხომ ხელოვნების სული ტრიალებს. ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. მეგობრობასაც არ ქონია საზღვარი. მე გერმანელი ვარ, მორისი ქართველი. რამ დაგვაკავშირა სულმა, მხოლოდ და მხოლოდ ამაღლებულმა სულმა, რომელზეც მორისი ქადაგებდა, რუსთაველი ქადაგებდა, ანდრიას გრიფიუსი და ქეთევან დედოფალი ქადაგებდა. მეგობრობა ღვთითმოვლენილი ძალაა. მეგობრობის მხოლოდ განცდა შეიძლება, რომელიც მე მორისთან შეხვედრის თანავე დამეუფლა და ახლაც განვიცდი. მე მის საწერ მაგიდასთან ვზივარ, მისი საწერ კალმით ვწერ, მის ფოტოსურათს ვუყურებ. ის ჩემთან არის. ქართველობაზე უარს არ ვიტყოდი. ასეც მეძახიან გერმანიაში ჰერმან ვედეკინდის შვილი. 4 წლის ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. მას შემდეგ სულ დედას დავიძებ. სწორედ ამ სწრაფმა მაპოვნინა დედა საქართველო, გამომეორებელი მრავალხმიერი სიმღერების ქვეყანა. ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის, როცა ტკბილი ქართული მესმის. რა შეიძლება მეგობრობაზე, ქართულ სულგაშლილობაზე კარგი იყოს. ამჟამად გერმანულ კულტურის დღეებთან დაკავშირებით ჩამოვედი საქართველოში. როცა შევიტყვე, რომ ბავშვთა დრამატული თეატრი, რომელსაც ჩემი მეგობარი ქაბატონი ქეთინო მებონია ხელმძღვანელობს ღონისძიებას ატარებდა, დროზე ადრე ჩამოვედი, რათა ქართულ ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათ გერმანიაში ჩემი სახით მამა ყავთ. მიყვარს ყველა ბავშვი, დრისაც კი. ის უცოდველია როგორც ცხოველი. მთელი მსოფლიოს თვალები მიპყრობილია საქართველოსკენ, ღმერთის და ეშმას ჭიდილია. ღმერთმა უნდა გაიმარჯვოს. მეგობრობა და სიხარული უნდა ზეუპდეს საქართველოში. მე ამის დიდი რწმენა მაქვს. ღმერთმა ნუ მოგიშალოთ რწმენა ბატონო ჰერმან. რწმენის დაკარგვა ყველაფრის დაკარგვაზე უარესიაო ნათქვამია. ბატონ მორისაც ჯეროდა თქვენი რწმენის. ჩვენი გადაცემაც რწმენითა და მორის ფოცხიშვილის სიტყვებით გვინდა დავამთავროთ, რომელიც ბატონ ჰერმან ვედეკინდს ეძღვნება. მზეზე ათბობდა მოხუცი ფიქრებს, გაყინულ ფიქრებს ათბობდა, რადგან მას კიდევ ვიღაც ვიღაცის სწამდა. მზეზე ათბობდა მოხუცი ფიქრებს.